გამარჯობა მეგობრებო. დღეს ვისაუბროთ თავის თემაზე, რასაც ქვია ბედის წერის თემა, ბედის წერისა და ნების თემა. იმიტომ რომ ძალიან ბევრი წარმოდგენა არსებობს ბედის წერაზე. იცი ესე წერა და უნდა მომხდარიყო. ეს გარდუვალი იყო. ლაუდისაც აქ რა თქვა მიგარდუვალისთვის არ ახავს ჭმუნმო მართალი პრინციპში. მაგრამ ესე არის რომ სინამდვილეში ისე რომ არ არსებობს ფატალური ბედის წერა. ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას მისცა არჩევანის უფლება, ანუ ბედის წერაზე ზემოქმედების საშუალებაც აქვს ადამიანს და უფლებაც აქვს ადამიანს. უბრალოდ ადამიანმა კარგად უნდა განსაზღვროს თავისი გასავლელი გზა და როდესაც მან იცის თავის გასავლელი გზა, ბევრი რამის აცილება მას შეუძლია. თავისი ქმედებით, თავისი საქციელით. ამდენად ბედის წერის გარდა არსებობს ნება. ნება, რომელიც უმთავრესია ჩვენს ცხოვრებაში. როდესაც გრაფიკებს ვაკეთებთ, მაგალითად ბედის წერის გრაფიკს რო ვაკეთებთ, იქ ვაკეთებთ ნების გრაფიკსაც. ეს მარტივ ვარიანტი, უფრო რთულ ვარიანტში იქ ჩვენ სოციალური ძალის გრაფიკსაც ვაკეთებთ, იბრძალების რომელიც ეხმარება ადამიანს იმისათვის, რომ ესათვის წინააღმდეგობა ან დაძლიოს, ან პირიქით წინააღმდეგობაში მოიქცეს და ვერ დაძლიოს. ეს უკვე მასია დამოკიდებული ნებაზეა. მაგრამ ამ შემთხვევაში მე მინდა ვისაუბრო ბედის წერის ხაზზე, ძირითადში და ნების ხაზზე. ნებისმიერი ბედის წერის ხაზი ითვლება ადამიანის დაბადების ციკლის მიხედვით. და ეს არის განსაზღვრული ხაზი, რომლითაც ადამიანი აქედან აქამდე, ანუ გარკვეული დროის განმავლობაში უნდა მივიდეს გარკვეულ წერტილებამდე. იქ თვითონ გრაფიკის შემთხვევაში აისახება ძირითადში 10 ციფრით 0-დან 9-ის ჩათვლით. მე არ ვაპირებ ამ ციფრების ახსნას, განმარტებას. ეს ძალიან სკრუპულოზული თემაა და ამას სჭირდება დახაზვა, ახსნა თითოეულ ადამიანზე ინდივიდუალურია და როგორ კავშირშია და ასე შემდეგ და როდესაც უფრო სერიოზული კურსი გვექნება სწავლები შეიძლება ითქვას, იქ უკვე შეიძლება ამის ახსნა ადამიანისთვის, სწავლება და გაგება, რომ ადამიანმა შეძლოს თავის ბედის წერის ხაზის, ანუ იგივე ბედის ხაზის გაგება და განმარტება. მაგრამ მე მინდა უბრალოდ ავხსნა. როდესაც კეთდება ბედის წერის გრაფიკი, კეთდება მეორე გრაფიკი, ნების გრაფიკი. ისე ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ნების ხაზი ბედის წერის ხაზის ქვემოთ მიმდინარეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში ბედის წერა უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანის ნება. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნების ხაზი ჩდება ბედის წერის ხაზს და მის ზემოთ მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეუძლია ამ გარკვეულ სიტუაციებში თავისი ნება გამოამჟღავნოს და ბედის წერის ის გადამკვეთი და რთული სიტუაციები, რომელმაც შეიძლება არასასურველი შედეგები გამოიწვიოს, აიცილოს ადამიანმა თავიდან. ამისათვის მთავარი არის, რომ ჩვენ დავწუნდეთ იმაში, რომ ფატალური ბედის წერა არ არის. ის ადამიანს მუდმივად აქვს არჩევანი. მაგრამ ადამიანი იქცევა ისე, რომ ხშირ შემთხვევაში ის განიცდის პროგრესს ან ტრანსმუტაციას. ტრანსმუტაცია ეს არის გადასვლა ერთი საფეხურიდან მეორეზე და გადასვლა არსებითად მნიშვნელოვანი და შესამჩნევი. პროგრესი ეს არის ნელი განვითარება რო ხდება. მაგრამ ამავე დროს შეიძლება ადამიანმა განიცადოს რეგრესი ან ერთი ადგილით გეპნოს. ამდენად მომავალი მაინც არჩევითია. მიუხედავად გარკვეული წერტილების არსებობისა, რომელსაც ვერ ავიცილებთ. მაგრამ ამისი ამ შერბილება შეიძლება ამ პირიქით გაძლიერება თუ ჩვენ გსურს რომ ის გავაძლიეროთ. ეს თუნდაც დამოკიდებულია აბსოლუტურად ჩვენს ნებაზე. ის რაც ხდება ჩვენს გარშემო, ის რაც მოხდა და ის რაც მოხდება ყველაფერში ჩვენი წვლილი ცდებს. მოხდა ცუდი, ჩვენ ვართ დამნაშავე ამაში, იმიტომ რომ ჩვენი თანხმობის გარეშე არაფერი ხდება. ხდება კარგი, ამაშიც ჩვენ ვართ, ჩვენც მიგვიწვის წვლილი, დამნაშავე ალბათ არ ითქმება, მაგრამ წვლილი მიგვიწვის, რადგან
იმ კარგში გარკვეულწილად ჩვენი თანხმობაც იყო და ჩვენი მონაწილეობაც. ამდენად ჩვენ უნდა შეგვეძლოს, რომ ჩვენ თავზე ბევრი რამე ავიღოთ და ჩვენ თვითონ გადავწყვიტოთ ბევრი რამე. ასევე მთელი საზოგადოება. არსებობს როგორც ადამიანის ინდივიდის ბედისწერა, არსებობს მთელი საზოგადოების ბედისწერა და ბედი და არსებობს ამავე დროს ამ საზოგადოების ნება, გნების გამოვლინება. ანუ ძალა საზოგადოებრივი, რომელსაც შეუძლია ესეთი პროცესი შეცვალოს. ძირითადად ადამიანი საზოგადოება მთლიანად ემოციაზეა წყობილი, იმიტომ რომ ემოცია ძალიან გადამდებია და გარკვეული აზრი, რომელიც ლიბერირებს საზოგადოებას მთლიანად, იმიტომ რომ აზრი ინდივიდისთვისებაა. ეს არის მისი ემოციის შედეგი და არა რომელიმე დახვეწილი ან გათავისებული აზრი. ამიტომ თუ რამე მოხდა, ამაში საზოგადოებაცაა დამნაშავე. მაგრამ უფრო მეტად ის ინდივიდები, ვისაც შეუძლია აუხსნას საზოგადოებას რა ხდება, გააგებინოს საზოგადოებას რა ხდება და საზოგადოებას სწორი გზით წაიყვანოს. მაგრამ საუბედუროდ ხდება ასე, რომ როგორც წესი ძალაუფლების მოყვარული ელიტა, რომელიც გვყავს, ძირითადში დაკომპლექტებულია არა მარტო ჩვენთან, არა მარტო საქართველოში, თუმცა მსოფლიოში პოლიტიკური ელიტა ძირითადში დაკომპლექტებულია სოციოპატებით. ადამიანებით, რომელსაც საზოგადოება არ აინტერესებთ, რომელსაც არ უყვართ საზოგადოება. ეს არც არის გასაკვირი. სოციოპატია ეძებს ძალაუფლებას. და ძალაუფლება ძირითადში ორ მიმართულებაშია. ეს არის ან კრიმინალური ძალაუფლება, ეს არის ან პოლიტიკური ძალაუფლება. მაგრამ ვინ აძლევს ამ ძალაუფლებას? ისევ საზოგადოება, ისევ ინდივიდი. ამდენად ბედისწერაში, როდესაც ანუ საზოგადოებრივ ბედისწერაზე ლაპარაკი, ემოცია დიდ როლს თამაშობს. მის გადაწყვეტაში ნებაზე მეც თამაშობს ემოცია. ნება ეს ინდივიდის თვისებაა. ეს არის კერძოდ ადამიანის თვისება. ნება არ შეიძლება მთელ საზოგადოებას ჰქონდეს. საზოგადოებრივი ნება არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ჩამოყალიბდება. საზოგადოება ძალიან მცირე საზოგადოებებად იყოფა. ძალიან მცირე საზოგადოებებად, რომლებიც მე ერთ საზოგადოებაში ყალიბდება ისე, რომ გარკვეული ელემენტების ერთობლიობა მათ აფსებს და ასრულებს. აბა ხო წარმოუდგენელია, წარმოიდგინეთ, რომ გერმანიაში დამყარდა ფაშიზმი 30-იან წლებში და მთელი საზოგადოება, ანუ საზოგადოების უმრავლესი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ამას ხელებგაშლილი შეხვდა და მთელი საშინელებას რაც ხდებოდა იქ ხელებგაშლილი ხდებოდა. ამაში გერმანელი არ არის მთლიანად დამაჟავე. ეს არის საზოგადოებრივი ემოცია, რომლის აყვანაც ძალიან იოლად მოახერხეს და რომლის მართვაც, იმიტომ რომ ემოციის მართვა ადვილია, ძალიან იოლად მოახერხა გარკვეულმა ჯგუფმა. ეს გერმანიას იმიტომ ვახსენებ, რომ გერმანია დიდი კულტურის ქვეყანაა. გერმანია, რომელმაც შვა გოეთე, რომელმაც შვა კანტი, რომელმაც შვა ნოვალისი, რომელმაც შვა თომას მანი, ჰესე, მეცნიერებათა დიდი ნაკადი იყო გერმანიიდან. გარდა შემოქმედებისა და ფილოსოფოსებისა, ჰეგელი და ასე შემდეგ. აი ამისთანა ქვეყანამ შვა ჰიტლერიც და ამისთანა ქვეყანამ მიიღო ფაშიზმი. წარმოუდგენელია. მაგრამ არ არის წარმოუდგენელი. იმიტომ რომ საზოგადოების ცნობიერების მართვა, ანუ ემოციის მართვა ზოგადად ძალიან იოლია და ხერხდება გარკვეულ პერიოდში ამ ემოციის მართვა. შემდეგ ჩვენ შეგვიძლია დავადანაშაულოთ საზოგადოება, მაგრამ ესე არ არის. ზოგადად ადამიანს იმდენი უნდა მოთხოვო, რამდენიც შეუძლია. გერმანიას თავი გავანებოთ საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბება რევოლუცია. რამ გამოიწვია და რა ხალხი იდგა მის სათავეში. კარგად გადავხედოთ და შემდეგ იმენ რა პროცესები მოიტანა, იმასაც გადავხედოთ. გავანებოთ თავი, როგორ იქცეოდა საზოგადოება, თქვა იგივე საფრანგეთის რევოლუციის დროს.
რეალური რევოლუცია მოხდა ევროპაში. ნებისმიერ რევოლუციას ცვლილებები მოაქვს, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს ცვლილებები ყოველთვის არ არის კარგი და ყოველთვის არ არის სასიამოვნო და ყოველთვის არ ხდება ისე, რომ ეს ცვლილებები სწორი და კარგი და ადამიანური გზით ხდება. ხშირად ეს ცვლილებები დაუნდობელია და ის თავის საუკეთესო შვილებს იწირავს ხშირ შემთხვევაში. ხშირ შემთხვევაში იწირავს ისეთებსაც, რომელიც თვითონაა შემოქმედი ამ ცვლილებების, მაგრამ ესაც რევოლუციის კანონია. ხშირ შემთხვევაში კი არა, უმრავლეს შემთხვევაში პირველი გულანთებული რევოლუციონერები ეწირებიან, რომლებიც ამ რევოლუციის შემოქმედები არიან. მაგრამ ალბათ ჩვენი მიზანი უფრო ის არის, რომ ინდივიდუალურად თითო ადამიანს შეიმეცნოს ის, რომ ფატალური არაფერი არ არის და რომ ბედისწერაც ფატალური არ არის, რომ ჩვენ თვითონ ვართ შემოქმედი ხშირ შემთხვევაში ჩვენი ბედისა. და ის, რომ ჩვენ დღემდე მოვედით, ის რაც ხდება მსოფლიოში, ვთქვათ, ამ ეტაპზე და კარგი რო არაფერი ხდება, თქვენც კარგად ხედავთ, ამის შემოქმედები ნაწილობრივ ჩვენც ვართ. ამ ეტაპზე და არც ალბათ მომავალში მე ვერავის ვერ ვასწავლი, როგორ შეცვალოს მთელი კაცობრიობა, იმიტომ რომ ნებისმიერი რამის შეცვლის სათავეში თავად ვდგავართ. თვითოული მათგანი. ამიტომ ალბათ უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ჩვენ თვითონ შევიცვალოთ. ანუ ჩვენ თვითონ ვისწავლოთ ბედისწერის მართვა. ანუ ჩვენი ნების გამოვლინება. მოხანებაც თავისებურად იყოფა. ჩვენ ყველაფერს ნებას ვეძახით ალბათ, მაგრამ ესე არ არის. არის ნება და არის სურვილები. სურვილი ნება არ არის. ნება თავისი არსით ამაღლებული, ეს ღვთიურია, თავისი არსით. ის რომ ჩვენ გვინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს, ის რომ ჩვენ გვინდა რომ სწორი იყოს. ჩვენ პირველ რიგში უნდა ის გავიგოთ რა არის სწორი და რა არის მართალი და რა არის კარგი. ალბათ ყველაზე კარგი მე ყოველ შემთხვევაში ასე მგონია ეს არის რომ სამყაროს კანონებს არ შევეწინააღმდეგოთ და მივყვეთ მას და ამ კანონებთან ერთად ვიცხოვროთ. თითოეულმა მათგანმა ვიცოდეთ რომ ნებისმიერი ჩვენი დანაშაული დასჭადია. რომ ჩვენ როცა რაღაცას ვაზიანებთ და ვიღაცას ვაზიანებთ ჩვენი საკუთარი კეთილდღეობის გამო, პრაქტიკულად ჩვენ საკუთარ თავს ვაზიანებთ პირველ რიგში. და ვაზიანებთ იმ გარემოს, რომელ გარემოში ვცხოვრობთ. რომელიც ერთ შეხედვით თავიდან არ ჩანს ესე, მაგრამ ნელ-ნელა ეს საშინელი ხდება. სხვათაშორის ფანტასტიკური ფილმია იდიოკრატია. ეს მე ამერიკულ ფილმზე მაკლაპარაკი კომედიაზე, სადაც ესეთი ამბავია, რომ ნელ-ნელა ადამიანები ჩლუნგდებიან რა. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო ჩლუნგი ადამიანები ექცევიან სახელმწიფოს სათავეში. შემდეგ რაღაცა ექსპერიმენტი ტარდება და ერთი ჩვეულებრივი კახბა, კუჩის ქალი, როსკიპი, შეიძლება ასე ვთქვათ, და მეორე ერთი საშუალო რანგის, ძალიან საშუალო ინტელექტის სამხედრო მოსამსახურეს ჩასვავენ რა ქვია, კუჩი, კამერაში, რაც კიდე დავარქვათ და დააძინებენ უბრალოდ გარკვეული პერიოდით. მაგრამ ისე მოხდება, რომ რაღაცები მოხდება იქ აკეტი კიდე მთელი 5 საუკუნე არიან. 5 საუკუნის შემდეგ გამოდიან და სხვა სამყაროში არიან პრაქტიკულად. ეს სამყარო არის ნაგვით გადენილი. ადამიანები ცხოვრობენ ნაგავში. ყველა სულელია გარშემო, აბსოლუტურად. რო ნახავ, გული გაგიჩერდება. იმ დონეზე, რომ ყველაზე ჭკვიანები ეს კახბა და ეს ძალიან დაბალი დონის სამხედრო აღმოჩნდებიან, ყველაზე ჭკვიანები მთელს სამყაროში. იქეთკენ მივდივართ ჩვენ ყველანი. როდესაც ვსპობთ ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა. როდესაც ფიქრობთ მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე. როდესაც ფიქრობთ, ანუ უგულებელყოფთ იმას, რასაც ქვია განათლება და რასაც ქვია ინტელექტი. ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერება საკუთარი თავის შეცნობაა და გარემოს შეცნობაა.
ეს კიდე განათლებით მიიღება, სხვანაირად ვერ მიიღება. ლაუძის არის წყინვალედ ნათქვამი უწოდეს სნეულება და გაგეცლება სნეულება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისი, რომ მე დავიწყე საუბრები და ეს არის იმის მიზეზი, რომ მე ვაპირებ, რომ ეს ცოტა უფრო სერიოზულ ფაქტორშიც გადავიყვანო. ვაპირებთ სკოლის გაკეთებას, სადაც სწორედ როგორ უნდა განსაზღვრო საკუთარი ბედისწერა და როგორ უნდა აიცილო მძიმე პერიოდები, ამაზე გვექნება საუბრები და არა მარტო საუბრები, ახსნა და სწავლება. თითოეულ ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს ეს. და პირველ რიგში რაც უნდა ალბათ გავიაზროთ და გავითვალისწინოთ, რომ ფატალური ამ სამყაროში არაფერი არ არის. მithumetes ბედისწერა ფატალური არ არის. ფატალურს მას ჩვენ ვხდით. ჩვენ ვხდით მას გარდუვალს. ისე ვიქცევით, რომ შემდეგი ნაბიჯი აუცილებლად უკვე ის იქნება, რაც გვხდება ხოლმე გზაზე. დიახ, ჩვენ ისე მოვიქეცით და ჩვენი ისტორიის განმავლობაში, რომ ნენერა ნაგავში ჩდებით. და ამ ნაგავში საკუთარი ბედნიერება რომ წააწყო, ბოლო-ბოლო ეს ნაგვის სუნი, აყროლებული სუნი დაგარჩობს და მოგკლავს. ნაგავი რომელიც ჩვენ უნდა გადავყაროთ, ჩვენ ველოდებით იმას, რომ როდის გადაყრის სხვა, ესე არ მოხდება არასოდეს. ჩვენი ნაგავი ჩვენვე უნდა გადავყაროთ. ამისათვის ჯერ პირველ რიგში იმის გარჩება უნდა ვისწავლოთ, რა არის ნაგავი და რა არის მნიშვნელოვანი ამ ცხოვრებაში. მე ძალიან მინდა რომ დეტალურად ავხსნა, როგორ კეთდება ბედისწერის ხაზი, მაგრამ ეს აქ შეუძლებელია. და ამაზე ისე ვთქვი, რომ ვისაც სურვილი ექნება უფრო ღრმად ჩაუღრმავდეს, ჩვენ გავაკეთებთ ლექციების სისტემას, სადაც ავხსნით დეტალურად და იმასაც ავხსნით, როგორ უნდა გათვალოს საკუთარი ბედისწერა და როგორ უნდა მოიქცე. ასევე როგორ უნდა გათვალოს საკუთარი ფსიქოტიპი და როგორ უნდა შეცვალო მასში რაღაცეები. იმისათვის რომ გახდე ისეთი, როგორიც არის საჭირო რომ გახდე. პირველ რიგში მაინც იმას ვიტყვი, რომ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მთავარი. იცი რა არის, ჩვენ ცხოვრობთ სურვილებით. და ეს სურვილები თითქოს რაღაც გარკვეულ მომენტში გვაბედნიერებს. სინამდვილეში ამ სურვილების ნატვრაში მიდის მთელი ჩვენი ცხოვრება და უბედურდებით, კი არ ბედნიერდებით. სურვილებით არა, ნებით უნდა ვიცხოვროთ. ნებით, რომელიც ამაღლებულია. იცი, ალბათ უფრო ადვილია იცხოვრო სამყაროში, სადაც ყველაფერი დალაგებულია, სადაც ყველას ყველა უყვარს, ყველა ბედნიერია, არავის არ უჭირს. შეიძლება არ ხარ მილიარდელი, არ ხარ, ყველაფერი არ გაქვს ისაც შენ გინდა, მაგრამ უცილებელი არსებობს. მათემატიკაში არის ესეთი ტერმინები, რა, აუცილებელი და საკმარისი პირობები. თუ გაქვს საკმარისი პირობები, აუცილებელზე აღარ აუცილებელი ყველას უნდა გქონდეს აბსოლუტურად. თუ გაქვს საკმარისი პირობები, განაბედნიერებისთვის მეტი რამ არის საჭირო? მეტი არ არის საჭირო. მაგრამ ჩვენ არა, ჩვენ ხარბდებით, ისევ და ისევ პოზიციამდე მივდივართ. ვიქცევით როგორც პატივმოყვარებრიყვები და სიხარბეს ვაყოლებთ იმ რეალურ ბედნიერებას, რომელიც შესაძლებელია რომ გქონდეს. იცი, ნოემბრიდან ვაპირებთ გამოვაცხადოთ და მე ალბათ უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ამ ყველაზე მთავარ საკითხზე. მე მინდა რომ ეს საკითხები ამით არ დამთავრდეს, ზოგადად მომავალში მიმოვიხილოთ რა ხდება, რატომ ხდება და რისთვის ხდება ეს ყველაფერი. იმიტომ რომ შემთხვევითი არაფერია, ჩვენ ხო გადაუხვიეთ, ჩვენ ხო სამყაროს დაუპირისპირდით. გადაუხვიეთ დიდი ხნის წინ, ეხლა კი არ გადაუხვიეთ. ადამიანები ვიყოფით პოლიტიკურ შეხედულებებად, ვიყოფით რელიგიურ შეხედულებებად, ვიყოფით უამრავ რამეთ რა აბსოლუტურად და ყველაზე მთავარს
უბრალოდ ერთმანეთი გვიყვარდეს და მივიღოთ ისეთები, როგორებიც ვართ, ვივიწყებთ. ამის გამო იწყება ყველანაირი დაპირისპირება. და რა თქმა უნდა, ეს გარე დაპირისპირებები, შიდა დაპირისპირებები, ეს ყველაფერი ჩვენზე მოქმედებს. ჩვენს ბედის წერაზე მოქმედებს. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ყველაზე. კი, ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილი ისეთი იყოს, როგორც ჩვენ გვინდა იყოს. და არასოდეს ვკითხულობთ იმას უნდა, რომ ისეთი იყოს, როგორც ჩვენ გვინდა იყოს. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მეზობელი ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვინდა მოიქცეს. და არასოდეს ვაქცევთ ყურადღებას იმას შეუძლია, რომ ისე მოიქცეს, როგორც ჩვენ გვინდა მოიქცეს. იმას ხო თავისი მე აქვს, ჩვენი მე გვაქვს. ამ მეთა შეთანხმებაში უნდა შეგვეძლოს ცხოვრება. ზუსტად ამის არის ის, რომ სოციალური სიტუაციის სოციუმის გაგებაც აუცილებელია. იმიტომ რომ ჩვენი ბედისწერა დამოუკიდებელი ბედისწერა არ არის. თითოეული ჩვენთაგანის ბედისწერა დამოკიდებულია გარკვეულ სოციუმზე. შემდეგ ამ სოციუმის ბედისწერა დამოკიდებულია უბრალოდ დიდ საყოველთაო სახელმწიფოს დონეზე ვთქვათ. მერე უბრალოდ დიდ გლობალურ დონეზე და ასე შემდეგ, ასე ისაზღვრება. იმიტომ რომ თუ ყველგან უპირატესობა ტრიალებს, შენთან ბედნიერება ვერ დატრიალდება. ამიტომ უნდა ვისწავლოთ ალბათ ჩვენი ბედისწერის მართვა და ჩვენი ნების მართვა. ნების მართვა მთლიანად დამოკიდებულია საკუთარი აზრების მართვაზე. იცი, პითაგორას ფანტასტიკურადაა აქ ნათქვამი. სამყარო საგებულებაზე საუბრობს ზოგადად კოსმოსის საგებულებაზე, ბგერა, ფერის და ფორმის სამყაროებად ყოფს მას. ანუ ჩვენი ნებისმიერი აზრი, ჩვენი ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც ხმარობთ, ძალის მქონეა. და შემდეგ ის გავლენას ახდენს ჩვენს ბედისწერაზე, ჩვენს გარემოზე. სწორედ ამიტომ აქვს, რომ ნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და ნების ზუსტ გამოხატვასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ახდენს გავლენას. უბრალოდ გადახედეთ დღევანდელ მდგომარეობას, გადახედეთ დღევანდელ ლექსიკას, ზოგადად საზოგადოების და გადახედეთ დღევანდელ ადამიანების ერთმანეთთან დამოკიდებულებას. და ვთქვათ, გადახედეთ იმ პერიოდს, როცა იყო სიმშვიდე, როცა იყო კარგი სიტუაცია, ვთქვათ 70-იანი წლების შედარებით, ბნელი საბჭოთა პერიოდი, ასე რომ ვთქვათ, მაგრამ ადამიანები ერთმანეთთან სიყვარული და კარგი განწყობით იყვნენ. ამის გამო ყველაფერი ბევრად უკეთესად მიდიოდა ვიდრე დღეს. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერი დავანგრიეთ და გადავანგრიეთ პირველ რიგში განათლების სისტემა. დავანგრიეთ მეტყველების კულტურა, დავანგრიეთ ჩვენი ქცევის ნორმები. მაშინ იყო ბევრი მინუსები, რა თქმა უნდა. მაშინაც იგივე პრობლემები იდგა, მშობლების შვილებს არ ითვალისწინებდნენ, შვილები მშობლებს არ ითვალისწინებდნენ, ადამიანები ერთმანეთს კი ყველა თბილად, რბილად, კარგად ექცეოდა ერთმანეთს, თავს იქნებდნენ, მაგრამ სამაგიეროდ იყო განათლება, იყო გარკვეული ჯგუფები დგებოდა, რომლებსაც ერთმანეთი უყვარდათ და რაღაცა ადამიანი ყოველ შემთხვევაში ქუჩაში ერთმანეთს თბილად და კარგად ხვდებოდნენ. ამდენი ნეროზული და ამდენი დაძაბული ურთიერთობები არ იყო. დღეს რა ხდება? ის მტერია იმისი, რომ ის იმის მომხრე არ არის, მისი მომხრეც არის ის. ის მტერია იმისი, რომ ის იმ რწმენის არ არის, რომელიც რწმენისაც არის ის და ასე შემდეგ რა. აი, ჩემი აზრი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი აზრია მნიშვნელოვანი. აი, მე ვარ მართალი და არა შენ ხარ მართალი. კანონი არ კანონობს. კანონიც მიკერძოებულია, ყველაფერი მიკერძოებულია. ვიღაცეებს ყველაფერი ეპატიებათ, ვიღაცეებს არაფერი ეპატიებათ. და ამიტომ აშლილია მთელი სამყარო. აშლილია. გადაუხვია შეიძლება ძალიან ბედისწერიდან გადავედი, მაგრამ ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია და იმის გამო. ალბათ ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ. თუ გინდა რომ შეიცვალოს მთელი სამყარო, პირველ რიგში უნდა შევიცვალოთ ჩვენ. ჩვენ უნდა გავხდეთ მართველები საკუთარი თავის და არა ბედისწერა გახდეს ჩვენი მართველი. მოგეუბნებით, ბედისწერაში შემთხვევითი არაფერია.
ეს გვემართება იმიტომ, რომ გარკვეულ პერიოდში ესე მოვიქეცით. ყველაფერი მიზეზ შედეგობრივია მთელ სამყაროში. და სწორედ ამის გარკვევა უნდა ვისწავლოთ. ანუ როგორ უნდა მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ავიცილოთ უბედურებები, ან შევამსუბუქოთ მაინც და უფრო მსუბუქად გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. მე ვთქვი, რომ 21 წლიდან ეს ჯერ კიდევ 2016-ში ხიად ვთქვი და ეხლაც ვიმეორებ, რომ დაიწყო გადატვირთვის პერიოდი. ეს პერიოდი საკმაოდ მძიმე იქნება. ამას გამოფხიზლების პერიოდსაც ეძახიან. ძალიან ბევრი მასალა იდება ამის შესახებ, ძალიან ბევრს საუბრობენ. ვიბრაციები მატულობს. ანუ შლიმანის 7.9 არა ვართ, ერთი ხშირეზე არა ვართ დედამიწა დარჩენილი, მატულობს და მატულობს. ეს რა თქმა უნდა იწვევს ჩვენს ცნობიერებაშიც ბევრი რამის ცვლილებას. ვიღაცა იუპება, ვიღაცა რჩება, ვიღაცა მომავალშიც იქნება. ეს ყველაფერი შეიძლება, ეს ყველაფერი უკეთესობისკენ წავა, მე ეს ვიცი. მაგრამ ეს არ მოხდება ესე ჰაერზე, როგორც ჩვენ გონია და არც ესე მსუბუქად, როგორც ჩვენ გონია. იმიტომ რომ ნებისმიერი პროცესი, რომელიც იწვევს შემდეგ ტრანსმუტაციას, ანუ ცნობიერების ერთი ეტაპიდან ახალ ცნობიერების ტრანსმუტაციაზე მაქვს საუბარი, ახალ ეტაპზე გადასვლას მტკივნეულია, ძალიან მტკივნეულია. და ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილებს გავს. იმიტომ ხდება ამდენი საშინელება, რაც ხდება დღეისობით. მაგრამ ჩვენ შევძლოთ, რომ ავყვეთ ამ გადატვირთვის პროცესს. ანუ ავყვეთ ამ ცნობიერების ტრანსმუტაციას და ჩვენ შევიცვალოთ, ჩვენ საკუთარ თავში შევიცვალოთ, ჩვენს დამოკიდებულებებში შევიცვალოთ ერთმანეთის მიმართ. იცი, აქამდე იყვნენ იგივე ჩვენ საქართველოში მიშისტები, ბიზნესისტები, ნეიტრალურები, ასე შემდეგ. ეხლა დაემატა აცრილები, აუცრელები, კიდე რაღაც ახალი მიზეზები გაჩნდება. ჩვენ ყველა ერთი სხეულის ნაწილები ვართ. და თუ რომელიმე ერთი მხარე ავად არის, მეორე მხარემ უნდა მიიღოს, რომ ის არის ავადმყოფი. და თუ მანდა მაინც გინდა, რომ ის გამოასწორო და გამოაჯანმრთელო, პირველ რიგში მას უნდა აუხსნა და გააგებინო, რომ ის ავად არის. ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ გადავდივართ აგრესიაში და იმის მაგივრად, რომ ერთმანეთს აუხსნათ, ერთმანეთზე ვიწევთ მოსაკლავად და დაუნდობლად ვქოლავთ ერთმანეთს. ესე ვერაფერი ვერ შეიძლება. ამიტომ ალბათ ჯერ ჩვენ თავში უნდა ვეძებოთ ყველაფერი ამ დაუნდობლების და ამ გაღიზიანების მიზეზები. ალბათ პირველ რიგში ჩვენ უნდა შევიცვალოთ. იცით, უნდა გამოვიდეთ იმ მონის ფსიქოლოგიიდან. ისინი რომ დაგვინახავენ მეორე მხარე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არის სწორი, მე ისინიც ეცდებიან, რომ ჩვენსავით გამოვიდნენ მონის ფსიქოლოგიიდან. და ვინც გამოვა ყველა გადარჩება, ვინც არ გამოვა, ანუ ვინც ცნობიერების ტრანსმუტაციას გაივლის და გადავა ახალ ეტაპზე ყველა გადარჩება, ვინც არ გაივლის და ეს უკვე ჩვენი სახასოფისგებლო არ არის. ყველა მიიღებს იმას, რაც უნდა მიიღოს. ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც საჭიროა. მაგრამ ამ რთულ ეტაპზე პირველ რიგში ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ ავყვეთ დროს და როგორ განვითარდეთ და როგორ გადავიდეთ ახალ საფეხურზე. როგორ უნდა შევძლოთ, რომ თქვათ არა რაღაცებზე. ჩვენ არას თქმის უნარიც არ გვაქვს. უარსაც ვერ ამბობ ბევრ რამეზე. აი ბევრი რამეზე უარის თქმა მოგვიწევს. იმისათვის, რომ შინაგანად განვითარდეთ. დანარჩენი ყველაფერი ასეთანი იქნება, ჩვენ თუ განვითარდებით, ჩვენ თუ გავიზრდებით, ნებისმიერ ტკივილს გავუძლებთ და გადავალთ უკეთეს ეტაპზე. ჯერჯერობით ეს მძიმე ეტაპი 2025 წლამდე გაგრძელდება. მერე ნელ-ნელა უფრო შემსუბუქდება და შემდეგ ახალი 10 წლეული დაიწყება, 12 წლეული, ესე ვთქვათ, უფრო სწორედ და იქ სხვა
სხვა პრობლემები იქნება, რომლებიც ბევრად უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე დღევანდელი პრობლემებია. ჯერჯერობით ესე დავამთავროთ. დანარჩენი, ვისაც სურვილი ექნება, მე უფრო დეტალურად ურთიერთობაში გამოჩნდება. კარგად,